რამდენიერ ხო არ მოახდინა შენი ფსოხდელობის რაღაც ჩამოყალიბება? აი რა გავლენა ქონდა ბავშვობაში, აი იმ ეზოში გატარებულ წლებს შენზე? იცი რა ადამიანების ნაწილში, აი ადამიანებთან ურთიერთობაში კი მახსოვს აი უფროს თაობასთან როგორ იყო, იცი რომ რაღაც ესე რომ ვესალმებოდი ხოლმე ყველას მე მახსოვს ერთხელ სადღაც დედაჩემს უთხრა ჩვენმა ერთმა მეზობელმა რომ აი რაღაცა რა კარგი შვილები ყავთო თუ რაღაც ეს წეუბნებოდა სალამს ვერ დაასწრებ. რაღაც ესეთი ფრაზა გავიგონე და მე საერთოდ სპორტად მეკცა რომ ვერავის ვერ უნდა მოესწრო ჩემთვის სალამი და თან ეს შორსაც რომ დავინახავდი თქვა სხვა მიმართულებით მივიდოდი და მივესალმებოდი რომ ეს და რაღაც ეს ამან მე ძალიან სითბო გააჩინა ჩემთვისაც და მათთვისაც რა ანუ მათთვისაც რაღაც ის იყო რომ აი დამიძახებდნენ მე რაღაც ხან ნამცხვარს გვაჭმევდნენ სახში აგვიყვანდნენ ხან რაღაცას გვაჩუქებდნენ და რაღაც ძალიან თბილი ურთიერთობა იყო და ამიტომ ეს თბილი ურთიერთობა იმ ადამიანებთან რომლებიც არ იყვნენ მაინც და მაინც რაღაც ოჯახის წევრები, ნათესავები ან ისეთი ადამიანები ვისთანაც ისედაც იკვეთები აი ეს რაღაც უფრო შეძენილი ადამიანები იმის ხარჯზე რომ შენ თვითონ როგორი დამოკიდებულება აქვს მათი მიმართ და ამ შემდეგ ამ რაღაცებმა რა თქმა უნდა ჩემი ალბათ ხასიათი და ესეთი დამოკიდებულება ჩამოაყალიბა მნიშვნელოვნად. ყველა მახსოვს მომენტები მახსოვს ყველასთან მიმართებაში ამას წინათ მე და გვანცამ ჩემმა და გავიხსენეთ ჩვენს კორპუსში რომელ სახში ვინ ცხოვრობდა გავიხსენეთ ზადიდაოდ. და აი რა სადღაც რომ გამოგჩი მოიცადე იქ მეშვიდეზე იქეთ არა აქეთ ვინ იყო და